ჩარლი კირკენი დამნიშნულოვანი ხაზი გავუსვათ, რომ არ იყო პოლიტიკური პოზიცია არ ეკავა მას ტრამპის ადმინისტრაციაში და რეალურად ის იყო ახალგაზრდა აქტივისტი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი საჯარო გამოსვლებით და იმ აქტივიზმით, რასაც წარმოებდა ახალგაზრდა ამომრჩეველში და განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტებში, კამპუსებზე, ახალგაზრდების მობილიზებაში და მისი ეს აღმასვლა, მისი კარიერული აღმასვლა დაემთხვა სწორედ იმ პერიოდს, როცა რესპუბლიკურ პარტიაში ხდებოდა გადანაცვლება და იდეოლოგიური მიმართულება ტრადიციული კონსერვატორული შეხედულებებიდან მიდიოდა ტრამპის უფრო პოპულისტურ, ნაციონალისტური გზით და კირკმა შეძლო ძალიან კარგად რაღაცნაირად ეპოვა თავისი ადგილი ამ სტრუქტურაში, რადგან ის ტრადიციული რესპუბლიკური სტრუქტურები, რომლებიც ახალგაზრდა ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ, ფაქტიურად რაღაც ცარიელი და უფუნქციო დარჩა მას შემდეგ, რაც მან გადაიბარა ეს როლი და ძალიან დიდ როლს მიაკუთვნებენ მას უშუალოდ ახალგაზრდა ამომრჩევლის მობილიზებაში არჩევნების დროს, განსაკუთრებით არიზონას შტატში, სადაც მან ეს ხმის მიცემის კამპანიის ფარგლებში ძალიან ბევრ ახალგაზრდას მოუწოდა რეგისტრაციისკენ, ხმის მიცემისკენ და ის ორგანიზაცია, რომელიც მან დააარსა, ანუ მილიონობით მიმდევარი ჰყავდა მას და ასე უშუალოდ მისი საჯარო და მედია აქტივიზმი არის ძალიან ხაზგასმელი, იმიტომ რომ როგორც პოდკასტის წამყვანი, მაგრამ ასევე მედია სახე, რომელიც განასახიერებდა იმ იდეებს, რომლის გარშემოც დღეს ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და მისი მხარდამჭერები ერთიანდებიან.